იძინა ივანიშვილის საქმეებს სხვებსაც შეუკერავს, ამას ოლიგარქის ყოფილი ფინანსისტი პროგნოზირებს. გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი ახლაც გრძელდება, დარწმუნებულია, რომ საკუთარი საქმის მსგავსად რეჟიმი სამართლის სახელით კრიტიკული ხმების დევნას გააქტიურებს. მოსამართლემ ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დღესაც დახურა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ამით რეჟიმის სასამართლო ბრალდებების აბსურდულობის დაფარვას ცდილობს. გიორგი კვიჟინაძე აგრძელებს საუბარს ამ თემით საქალაქოდან პირდაპირ ეთერში. უკვე 1 საათზე მეტია, რაც გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. დღესაც პროკურორმა დააყენა შრომდგომლობა, რომ სხდომა ნაწილობრივ დახურულიყო, რადგანაც იკითხება ქართულ ბანკის კიდევ ერთი თანამშრომელი და პროკურორმა ახსნა სხდომის დახურვის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ შესაძლოა გაჟღერდეს პერსონალური ინფორმაცია, კონკრეტულად კი კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების დეტალები. თუმცა გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატიც მოითხოვდა, რომ აღნიშნული სხდომა ყოფილიყო ღია და საჯარო. ის რომ პროკურატურა ითხოვს სასამართლო სხდომების დახურვას და ამას ეთანხმება მოსამართლეც, თავად ბრალდებულისთვის მიანიშნებს ერთადერთ რამეს, რომ არ სურს ოლიგარქ ივანიშვილს გამოჩნდეს ამ ბრალის სისუსტე და ის სუსტი არგუმენტები გახდეს საჯარო, რომელსაც ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები აჟღერებენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა სასამართლოს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, რომ გადაეხედათ აღკვეთი ღონისძიებისათვის და ის ნაწილობრივ გაუქმებულიყო. კონკრეტულად კი ადვოკატი მოითხოვდა, რომ გაუქმებულიყო ბაჩიაშვილისთვის საზღვრის კვეთის აკრძალვა, რადგანაც გიორგი ბაჩიაშვილი არის ბიზნესმენი, მას აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები საქმეების საზღვარგარეთ და ხელი ეშრებოდა ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში. პროკურორმა ლევან მახარაშვილს ადვოკატს დაუსვა კითხვა, თუ ყოფილა ერთი შემთხვევა, როდესაც შეექმნა გიორგი ბაჩიაშვილს თუნდაც გამოძიების მიმდინარეობისას პრობლემა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, იქამდე სანამ გიორგი ბაჩიაშვილი იქნებოდა ამ საქმეში ბრალდებული და ლევან მახარაშვილმა თქვა, რომ პროკურატურას 5 ჯერ მიმართეს მოთხოვნით, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღით, რაზეც უარი მიიღო ყველა შემთხვევაზე. თავად გიორგი ბაჩიაშვილი კი სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ საზღვრის კვეთის უფლების შეზღუდვა ერთადერთ რამეს ემსახურებოდა, რომ მისთვის ხელი შეეშალა ოლიგარქ ივანიშვილს ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში. აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოსამართლე ყოველთვის იზიარებს პროკურატურის შუამდგომლობას და ეთანხმება ამ შუამდგომლობას, რაც არ ხდება დაცვის მხარის შუამდგომლობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩდება ბუნებრივია ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე ამ საქმეშიც არის ნაწილობრივ მიკერძოებული. ჩვენ უფლებამოსილი ვართ, რომ მოვითხოვოთ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. ჩვენ არ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება. აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა გირაო, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით დაეკისრა ბრალდებულ სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვა პროკურატურის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე. გაუქმდეს ეს აკრძალვა გასვლასთან დაკავშირებით, დაუბრუნდეს ბრატონ ბაჩიაშვილს საკუთარი პასპორტი. ჩვენ მივმართეთ განცხადებით სახელმწიფო ბრალდებას, თუმცა უარი გვეთქვა საზღვრის 2 დღიან დატოვებაზე. ხუთივე შემთხვევაში ბრალდების პასუხი იყო დაუსაბუთებელი, იყო შაბლონური და არ ეხებოდა იმ კონკრეტულ გარემოებებზე მსჯელობას, რაც რეალურად მითითებული იყო. ჩვენს განცხადებებში ხვალნათლივ ცხადია, რომ ეს შეზღუდვა არის ზოგადი და აბსოლუტური ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე და არ ეფუძნება არანაირ კონკრეტულ გარემოებებს. გამოძიების დაწყების პროცესში დაწყებიდან, ანუ 2023 მარტიდან იმ დრომდე თუ 6 ივლისი ხომ სამართლებრივი დევნის დაწყებამდე და აღკვეთის ღონისძიებამდე, როდესაც სამართლებრივად მას ჩამოერთვა, ასე ვთქვათ, პასპორტები და აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება. ჰქონია თუ არა მცდელობა სახელმწიფო საზღვრის დატოვების და მას რაიმე პრობლემა შექმნია თუ არა. როდესაც ოქმს გიდგენენ და წერია, რომ თუ ჩემი წერილობითი თანხმობის გარეშე შენ შეეცდები მიხვიდე სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ეს ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც მიმალვის მცდელობა, ავტომატურად ცხადია კონსულტაცია გაიარა ჩემთან და უთხარი, რა გითხრა,
აბა გიორგი შეიძლება შემდეგ აღკვეთის ღონისძიების თუ ბრალი წარგიდგინეს აღკვეთის ღონისძიებისთვის იყოს ერთ-ერთი დასაბუთება რომ მიუხედავად იმისა რომ იყავი ხელწერილი და ოქმით გაფრთხილებული გიწერია რომ ეს აღიქმება მიმალვის მცდელობა და შემდეგ არგუმენტი ექნება ბრალდების მხარეს რომ გავაფრთხილე და მაინც შეეცადა ამის გამო ცხადია უშუალოდ გამტარ პუნქტთან მებაჟესთან არ მისულა ვინაიდან ესეთი ოქმი შეგვიდგინეს ეს შეზღუდვები ემსახურება რეალურად მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ჩემზე გახორციელდეს ზეწოლა მე ვერ მოვახერხო ჩემი ჩვეულებრივი საქმიანობის ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობის განხორციელება და შესაბამისად არანაირად არ არის რელევანტური და არანაირად არ არის დასაბუთებული ჩემს საქმეში თქვენ ახლა სასამართლო პროცესის მიმდინარეობას ადევნებდით თვალყურს, სადაც სიტყობდნენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს აკრძალვა, რომელიც აქვს დაწესებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ეს აკრძალვა გაუქმებულიყო, რადგანაც ბაჩიაშვილს სურს, რომ მნიშვნელოვან ბიზნეს შეხვედრებზე ერთი ან ორი დღით მიეცეს შესაძლებლობა, რომ დაატოვოს საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი, თუმცა მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნები, პროკურატურის შუამდგომლობა და აღნიშნული არ დააკმაყოფილა. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს 3 მოწმე გამოიკითხება, აქედან 2 არის ბანკი ქართულს თანამშრომელი, სავარაუდოდ ის ადამიანები, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილს სასესხო ხელშეკრულება გაუფორმეს და შემდგომში უკვე ოლიგარქი ედავება გიორგი ბაჩიაშვილს, რომ ეს სასესხო ხელშეკრულება არ იყო, ეს იყო ინვესტიცია და 5 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკმა გადასცა, ეს იყო ოლიგარქი ივანიშვილის ინვესტიცია და ახლა ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს 500 მილიონ ამერიკულ დოლარს თხოვს ბიტკოინების სახით.